საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე, მცირე ისტორიულ წერტილში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ერთმანეთში იკვეთება არქეოლოგია, ანტიკური სამხედრო სტრატეგია, მითოლოგია და ქრისტიანული ტრადიცია. ეს ადგილი, რომელიც ანტიკურ წყაროებში ცნობილია როგორც აფსაროსი, საუკუნეების მანძილზე იყო რომაული ლეგიონის ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი აღმოსავლეთში. გონიო აფსაროსის ციხე ცოცხალი სივრცეა, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური ძიება. როგორ იქმნება ისტორიის ეს დინამიკური ვერსია წყაროებსა და მიწის ფენებს შორის? ამ კითხვებზე პასუხს ვეძებთ ისტორიკოსებთან, არქეოლოგებთან და მკვლევარებთან ერთად, რათა უკეთ გავიგოთ, რას გვიყვება აფსაროსი საქართველოს დიად წარსულზე. აქ გადიოდა იმპერიების საზღვრები, სამხედრო გზები, სავაჭრო ძარღვები და რელიგიური რწმენის კორიდორებიც. კედლებს შიგნით ჯერ კიდევ არის ფენები, რომლებიც ჯერ არავის გაუხსნია ბოლომდე. ჩვენ დღეს ვეცდებით გავიგოთ, რატომ იყო აფსაროსი იმპერიებისთვის მნიშვნელოვანი. რას მალავს მისი მიწა? და როგორი იყო საქართველო დიდი რომის იმპერიის ეპოქაში? გონი ეს ადგილი დიდი ხანია გველოდება. თქვენ კი როგორც ჩანს, საუკეთესო მეგზური ხართ ამ მოლოდინის დასაწყებად. მოგესალმებით. გონიოს არაფერი ავიწყდება, ვინც ერთხელ მაინც დაინტერესდება მისი ისტორიით, ადრე თუ გვიან მაინც აღმოჩნდება აი ამ ტერიტორიაზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ. ბატონო კახა, ამხელა საფორტიფიკაციო ნაგებობა. თავისი ძალიან დიდი ისტორიით, რომელიც არ არის მხოლოდ ციხესიმაგრე. მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ძველ ქართულ ისტორიაში. რა შეგვიძლია ვთქვათ მის შესახებ, რატომ იყო ის ასეთი განსაკუთრებული? რო დავიწყოთ მისი ისტორიით და დასახლებით, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდე დასახლება სანამ ციხე აშენდებოდა 2800 წლოვანი ისტორია აქვს. აი არგონავტების მითამდეც კი ჩადის აქ მოსახლეობის ნაკვალევის ნაშთები და არქეოლოგიური გათხრებითაც, დიახ, და არქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება, რომ პირველი სამოსახლო აი ამ ტერიტორიაზე გაჩენილა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში. ეს ტერიტორია იძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას და თანდათან უკვე წინაურდება და უკვე წამყვანი ხდება რეგიონში. და ყველაზე მთავარი მაინც რომაული პერიოდია, რომელიც გადაჭიმულია ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტზე და აი ამ იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა ჩვენი გონიოს ციხეც. და რომაელების აშენებულია. რასაკვირველია, წერილობითი წყაროებით და არქეოლოგიური მასალებით ადასტურებენ ამას, რომ გონიოს ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში უკვე აგებულია. უფრო კონკრეტულად, პირველი საუკუნის მეორე ნახევრიდან ის უკვე მოქმედი ციხეა. ანუ მოქმედი ციხე იმას ნიშნავს, რომ აქ უკვე არის რომაელთა გარნიზონი. ბოლოდროინდელი აღმოჩენები ადასტურებს, რომ დღეს არსებული ციხის ნაცვლად აქ შეიძლება ჯერ ხის კონსტრუქციები ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ნამდვილად ოღონდ საპირისპირო მხარეს განლაგებული შედარებით მომცრო ზომის რომაული, ასევე რომაული კონფიგურაციის ციხე იყო, რომელიც შემდგომში ჩაანაცვლა აი ახლა არსებულმა საფორტიფიკაციო ნაგებობამ, რომელიც დაახლოებით მე-3 საუკუნის ქვევით არ უნდა ჩამოვიდეს. რომაელები როდესაც მიდიოდნენ სადმე, განსაკუთრებით შორეულ ადგილებში, სახელდახელოდ აკეთებდნენ ხის კონსტრუქციას, რაც უფრო გაცილებით უფრო ადვილი იყო. თუმცა ჩვენ არაფერი შანსი არ გვაქვს ამ კონსტრუქციის აღმოჩენის, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თქვენ მოგეხსენებათ, რაოდენ ნესტიანი კლიმატია აჭარაში და განსაკუთრებით ზღვისპირეთში, ამიტომ ამ ნაგებობის ნაშთების
ფიზიკური დადასტურება ჩვენ ვერ შევძლებთ, თუმცა არაა გამორიცხული ეპიგრაფიკული ან სხვა მონაცემებით ეს დავადასტუროთ. არქეოლოგიურ გათხრებზე უნდა ვისაუბროთ და ვინ თუ არა თქვენ გაგვიძღვებით. ყველა საინტერესო ისაა, რომ არის წელობითი წყარო და არქეოლოგიურად თუ დასტურდება ეს ცნობები. მე გეტყვით, ძალიან საინტერესოა ბოლო პერიოდის არქეოლოგიური გათხრების შედეგად უკვე აღმოჩნდა, რომ პირველ საუკუნეში აგებული ციხე სულ სხვა ადგილას მდებარეობდა. მე შემიძლია ეგრეთ თვალნათლივ გაჩვენოთ ეს სქემატური გამოსახულება. აი პირველი საუკუნის ციხესიმაგრე ნაწილი არის ციხის ტერიტორიაზე, ნაწილი ციხის გარეთ გადადის. ანუ რომაელების პირველი სასიმაგრო ნაგებობა, სადაც გარნიზონი იდგა და მოგვიანებით სადღაც გვიან ანტიკურ ეპოქაში, მე-3 საუკუნეში და შემდგომში იცვალა კონფიგურაცია ციხემ და აი დღეს რასაც ხედავთ, სწორედ ეს არის შემორჩენილი. მეორე საუკუნის ავტორი არის ფლავიუს არიანე, რომელიც საუბრობს, რომ გონიოს ციხეში 5 კოხორტა იდგა, ეს დაახლოებით 3000 ჯარისკაცი შეიძლება ყოფილიყო და ის პირვანდელი სასიმაგრო ნაგებობა ამდენ ჯარისკაცს ნამდვილად ვერ დაიტევდა. აი ახლა ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ სამეურნეო ტერიტორიაზე და მინდა გაჩვენოთ ძალიან საინტერესო რამ. აი ნახეთ, აი ეს წითელს ხო ხედავთ თიხის ელემენტებს. აი ეს არის ზუსტად აი ამ კრამიტის ნაშთები, შენობა ჩამოინგრა აშკარად და აი ეს პატარა შავები რაც არის, ხო? აი ეს არის ნახშირის კვალი. ეს ნახშირიც გვეუბნება იმას, რომ შენობა ხით იყო ნაგები და როდესაც ის დაზიანდა, დამწრობის შედეგად შემოგრჩა აი ეს ნახშირის კვალიც. გონიო აფსაროსის კედლები ორნაირად დგას. ერთი მხრით ფიზიკურად, მეორე მხრივ ინტელექტუალურად, წყაროებით, მითებით, მოგონებებით. ძველ რომაულ დოკუმენტებში აფსაროსი მოხსენიებულია როგორც კასტელუმ, ანუ ციხესიმაგრე, მაგრამ რეალურად ეს იყო გაცილებით მეტი. ეს იყო არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ კულტურული და პოლიტიკური საზღვარი. სამხედრო გარნიზონი, სავაჭრო ბლოკპოსტი. სწორედ აქ გადიოდა ერთ-ერთი ალტერნატიული გზა აბრეშუმის გზიდან. სხვისპირა მარშრუტი, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ რომაელების ეკონომიკურ სტრატეგიაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მაგრამ როდის აშენდა ციხე ზუსტად და რაში გამოიხატებოდა აფსაროსის სტრატეგიული სიჩუმე? ეს მოცემულობა არქეოლოგიური გათხრების შედეგად რაც დადასტურდა აქ თავისი მასშტაბებით არის ყაზარმები, რომაელი ჯარისკაცების საცხოვრებელი ნაგებობა, პრეტორიუმი, სადაც უშუალოდ მხედამთავარის რეზიდენცია იყო. ესეთი ნაგებობა კიდევ პრინციპია, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობა, სადაც მაგალითად ჯარისკაცები იყრიდნენ თავს, იქ იმპერატორის ბრძანებას გააცნობდნენ ან ლეგატის გადაწყვეტილებას. რომის ინტერესი იზრდება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მიმართ და ბუნებრივია ამან გამოიწვია ერთ-ერთი ვარაუდი. ბუნებრივია გამოიწვია ეს, რომ ციხის მასშტაბები გაზრდილიყო. დაახლოებით 1000-დან 1200 ჯარისკაცამდე იდგა აქ რომაელი. ასე რომ ეს იყო დამხმარე კოხორტები, რომლის მთავარი მიზანი იყო არა მარტო რეგიონში რომაელთა გავლენის დამყარება, არამედ უნდა ვთქვათ ისიც, რომ გაძლიერებული იბერიის კონტროლი.
მოგეხსენებათ, ეს არის პერიოდი ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე, როდესაც ძლიერდება აღმოსავლეთ ქართული, ანუ იბერიის სახელმწიფო და აი ამ დროს წერილობით წყაროებში არის ცნობები ძიდრით და ტომის შესახებ, რომელიც თანამედროვე აჭარის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აქ განლაგებული რომაელი ჯარისკაცებისა იყო გაძლიერებული იბერიის კონტროლი. ციხის არქიტექტურა არის ისტორიის ფენების კოლაჟი. პირველი საუკუნის რომაელთა ცივილიზაციის მტკიცე კედლები. შემდეგ ბიზანტიის იმპერიის რესტავრაციები, რომელიც ამ კედლებს ძალიან კარგად ეტყობა და შემდეგ უკვე ოსმალური ცივილიზაციები. ციხის პერიმეტრი შედგება 900 მეტრისგან და 18 კოშკისგან. ციხეს აქვს 4 მთავარი კოშკი კუთხეებში, რომელიც განსაზღვრავდა ამ ციხესიმაგრის სტრატეგიულ მდებარეობასაც და მის ფუნქციასაც. რომაელების შემდეგ და რომაელთა აქ ყოფნის პერიოდი პირველი მესამე საუკუნეებით თარიღდება არქეოლოგიური მასალებით და წერილობითი წყაროების მიხედვით. ამის შემდეგ უკვე დგება ახალი ეტაპი მე-6-მე-7 საუკუნეები, ეს არის უკვე ბიზანტიური პერიოდი. ბიზანტია იგივე აღმოსავლეთ რომის იმპერიაა მოგეხსენებათ, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება მე-6 საუკუნიდან და უკვე მე-6-მე-7 საუკუნე ციხის ისტორიაში ახალი პერიოდი იშლება, ეს ბიზანტიური პერიოდია. ბატონო კახა, მე ვიცი რომ ახლა მიმდინარეობს ძალიან საინტერესო არქეოლოგიური გათხრები და მაინტერესებს ჯერ ზოგადად ამ ციხის რამდენი პროცენტი არის შესწავლილი უკვე არქეოლოგიური გათხრებით და შემდეგ ახლა რა პროცესი მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის. ციხის არქეოლოგიური შესწავლა იწყება 1995 წლიდან და უწყვეტლივ გრძელდება დღემდე. მაგრამ მიუხედავად ამ უწყვეტი პროცესებისა, ჯერ კიდევ 20%-ია შესწავლილი. ასე რომ ძალიან ბევრი საიდუმლო არის ჯერ კიდევ მიწის სიახში, გონიოს ტერიტორიაზე მოქცეული და ჯერ კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ. ეხლა დღეს დავიწყეთ ჩვენ პირველი სამუშაოები მიმდინარე წელს, ეგრეთ წოდებული ჰუმუსი, რომელსაც ჩვენ ვეძახით არქეოლოგები, უკვე მოხსნილია და თანდათან უკვე ვიწყებთ დადაბლებას და არქეოლოგიურ შესწავლას. დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება სავარაუდოდ აი ამ ტერიტორიის შესწავლა და შესაბამისი დასკვნები შემდგომში გახდება ცნობილი. ციხემ მრავალჯერ განიცადა აღდგენა და რესტავრაცია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა. გალავნის კედლებში აშკარად იკითხება მშენებლობის სხვადასხვა პერიოდის კვალი. უძველესი ფენა შედგება სწორხაზოვანი წყობის, ფაგიზად გათლილი დიდი კვადრებისგან. უფრო გვიანდელი მე-16 საუკუნის რიყის ქვის უსწორმასწორო ფენა კი უკვე ოსმალურ აღშენებას უკავშირდება. როცა იმპერია ახლად დაპყრობილ ტერიტორიებს მტკიცედ ამარაგებდა. ყველაზე ძველი შრე გამორჩეულია ბუმბერაზული ლოდებით. თითოეული მათგანი ხშირად 1 მეტრზე სქელი და დაახლოებით 80 სანტიმეტრი სიმაღლისაა. ქვედა კედლის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს, კუთხეებთან კი 7-ს. ეს წარსულის კედლები კირის დუღებითაა შეკრული. თქმულება ამბობს, ქვები ხელიდან ხელში გადაჰქონდათ კვარიათიდან გონიომდე, ცოცხალი ჯაჭვით. თუმცა ამ გადმოცემას ალბათ უფრო გვიანდელი, წვრილი ქვის რესტავრაციასთან აქვს საქმე. დიდ ლოდებს ვერც ადამიანები და ვერც კამეჩის ურმები მარტივად ვერ გაუმკლავდებოდნენ. როგორც ჩანს, აფსაროსი არა მარტო ზღვით უკავშირდებოდა მიმდებარე ტერიტორიებს, არამედ აქ იყო მდინარე ჭოროხი, ანუ აფსაროსი ან აკამსისი, მეორე ტოტი და პირველი ასე თქვა ტოტი ან მეორე ტოტი აქ არა აქვს მნიშვნელობა, იყო ხელოვნური მდინარე. ესეც არა გამოირისხებოდა, სწორედ ამ არხების საშუალებით ხდებოდა კარიერებში მისვლა და სხვადასხვა ჩვენ
დავაფიქსირეთ, აი კვადრები რო ვახსენე, იმ ზომის გამოთვლი ქვები კაბანდიფში არის ასეთი კარიერი. ჩვენი პოლონელი კოლეგები საუბრობენ, რომ აი თვითონ გონიოს მიდამოებშიც იყო კარიერები, საიდანაც შესაძლებელია ეს ქვები მოსრულიყო და როგორც აი მაგალითად პირამიდების შენობების დროს ძალიან ინტენსიურად გამოიყენებოდა სამდინარო და ასე ვთქვათ, არხების სისტემები, აი ზუსტად ასევე უნდა მომხდარიყო აქაც დინარის საშუალებით სხვა გზით ძალიან გართულდებოდა ამხელა მასიური არ არის ეს მაინც პატარა, თუმცა საშუალო რომაული გაგებით საშუალო და არ საერთოდ ციხე საფორტიფიკაციო გაგებით ეს საშუალო ზომის ციხეა. ახლა ჩვენ მივდივართ მოზაიკასთან არა? მართლაც საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა რა თავის დროზე. რით არის განსაკუთრებული აი ეს მოზაიკა? ზოგადად მოზაიკას სენატორები, დიდარი რომაელები აკეთებდნენ ვილებში, კერძო საცხოვრებელ სახლებში და იშვიათია რომ ციხის გარნიზონის ტერიტორიაზე ყოფილიყო დაფიქსირებული მოზაიკიანი ნაგებობა. დიდრული სტილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი აქ რასაც ჩვენ უყურებთ არის გეომეტრიული ფიგურებით შესრულებული მოზაიკა. მნიშვნელოვანია იმითაც რომ ეს თვითონ უშუალო ჯარისკაცების მიერ არის გაკეთებული. და როგორც აღნიშნე, რატომ არის საინტერესო, რატომ არის ასეთი ინტერესი. განსხვავებული მოზაიკა აშკარა. როგორც ჩანს, გონიო აფსაროში მდგარი გარნიზონი ელოდებოდა მაღალი რანგის სტუმრის მობრძანებას. მათ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და თვითონ სახელდახელოდ მოამზადეს აღნიშნული ნაგებობა მოზაიკიანი იატაკით. ეს თვითონ ფრაგმენტები და რაც შეეხება თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო, ერთ-ერთი ვარაუდს ვიტყვით. შეიძლება ლოგიკურად დაკავშირება. კაბადოკიის გუბერნატორი იყო მეორე საუკუნის 30-იან წლებში ფლავიუს არიანე და იმპერატორმა ადრიანემ მას დაავალა ემოგზაურა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და დაეთვალიერებინა რომაული ციხე-სიმაგრეები. და თუ რა მდგომარეობა იყო აღნიშნულ ციხე-სიმაგრეში, მან დაათვალიერა აფსაროსი, აქ იყო უშუალოდ ფაზისი და ასე შემდეგ და შემდგომ ეს წერილობით აცნობა ყველაფერი აღნიშნული. ანუ რეალურად ეს მოზაიკა გააკეთეს იმისთვის, რომ ელოდებოდნენ არიანეს ჩამოსვლას. დიახ, სხვაგან მოზაიკიანი იატაკიანი ნაგებობა ციხის უშუალო ტერიტორიაზე ფაქტიურად არც არის დაფიქსირებული. და რახან ეს არის, ეს მოცემულობა რახან გვაქვს, სწორედ უკავშირებთ ამ შემთხვევაში არიანეს ვიზიტს. ახლა ჩვენ დააკვირდით, სადაც ვდგავართ პირველ-მეორე საუკუნეში, სადღაც მიწის დონე იყო 2 მეტრით ქვევით. დიახ. და ეგ სწორედ ეს ნაგებობა, სადაც არის, ეს ჩვენ წინ არის, სადაც ეს მოზაიკა არის აღმოჩენილი, თავისი საფეხურები აქვს, რომელიც გადავინაცვლოთ მაშინ პირდაპირ და იქვე ვისაუბროთ ამ თემაზე. აი ეს არის ერთ-ერთი ფრაგმენტი, ხო, მოზაიკის. აი რა კარგად ჩანს, ნახეთ, უბრალოდ რა სასწაულია ეს. აჰა. ეს არის მოზაიკა. ეხლა მოზაიკიანი იატაკი, ასე. მოზაიკიანი იატაკი, რომის ეპოქის მოზაიკიანი იატაკი გახლავთ ეს, რომელსაც ახლა ჩვენ ესე უშუალოდ შევეხეთ. აი, ნახეთ რა კარგი სახით არის შემორჩენილი და უბრალოდ გაფიქრებაც კი რაღაცნაირად ემოციურია იმისა, რომ აი ეს, რასაც ახლა ჩვენ ფუნჯით ვეხებით და გნებავთ ხელით, არის პირველი საუკუნის. სხვადასხვა ფერის კენჭები არის გამოყენებული. კი, რამასალაზე ჩვეულებრივი კენჭები არის და ქვის ნატეხები ოღონდ ფერად-ფერადი. ამას თვითონ ჯარისკაცები აგროვებდნენ სავარაუდოდ ზღვის სანაპირო ზოლში, ან ჭოროხის სანაპირო ზოლში მოიპოვებდნენ, დაამუშავეს
ეს და მოამზადეს. ეს აქ არის ფრაგმენტულად არის ამ ტერიტორიაზე შემორჩენილი. ეს უკვე მომზადებული აქვს, კონსერვაცია გაკეთებული აქვს ამ ფრაგმენტებს და ვამზადებთ, რომ გადავიტანოთ ლაბორატორიაში. აღნიშნულ მოზაიკაზე როცა ვსაუბრობდით, იქ საკმაოდ ცელ ფართობზე რო არის. იმის გარდა, როგორც ჩანს, კიდევ იყო ნაგებობა, რომელსაც ჰქონდა მოზაიკიანი იატაკი. ამით არის, ახლა არის სწორედ შესწავლის პროცესში ვართ. შეიძლება ითქვას, რომ არ ეკუთვნოდეს აი ამ ტერიტორიას? არა, ეს არ ეკუთვნის, ჩვენ რო ვახსენეთ, აი მონუმენტური მოზაიკიანი იატაკი, განსხვავებული სხვა ნაგებობის საკუთრება უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს გრძელდება სამხრეთით და ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ფრაგმენტულად არის ამ ტერიტორიაზე მსგავსი მოზაიკები ნაპოვნი. ახლა ეს კონსერვაცია ვახსენე მე გამაგრებული არის იმისთვის, ამას დრო ჭირდება, როცა უკვე მყარად და მკვრივი იქნება მასა, უკვე შესაძლებელია ამის აღება მთლიანობაში და გადატანა ლაბორატორიაში. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ აი ამ ბანაკში განლაგებული ჯარისკაცებს ბუნებრივია შეეძლოთ ბანაკის გარეთაც გასვლა, ოღონდ შორს არ უნდა წასულიყო. ეხლა რაში გამოიხატებოდა ეს? დღის განმავლობაში ბანაკში შემოსასვლელი პაროლი რამოდენიმეჯერ იცვლებოდა და ჯარისკაცს აუცილებლად უნდა სწოდნოდა ეს პაროლი. თუ კი მას პაროლი არ ეცოდინებოდა. ეს პაროლია ხო დღეს რო ვიცით. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვიყენებთ, ეს არ ახალია, ბუნებრივია, ჯერ კიდე რომაელებმა იცოდნენ და ეს პაროლი ნიშნავდა იმას, რომ თუ კი ჯარისკაცმა ის არ იცოდა, ჯარისკაცი ჩაითვლებოდა ან დეზერტირად, ან ჯაშუშად, ან მოღალატედ და შესაბამისად დაიშჩებოდა კანონით. ამიტომაც ბანაკიდან გასული ჯარისკაცი მას კეთილი უნდა ენება და დროულად უნდა დაბრუნებულიყო ბანაკში. რომაულ სანდლებს ხედავთ ჩვენ. დიახ, ეს არის რომაული სანდლები, რომაული ფეხსაცმელი, რომელიც მოჭედილი არის პატარა საგანგებო ლურჯნებით. ასეთი ლურჯნებით გადასაადგილებლად ძალიან მარტივი იყო და ამიტომაც ყველა სანდას ჰქონდა ანალოგიური მოჭედვა. აქ ვხედავთ კამარს, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი დეკორაცია რომაული ჯარისკაცებისა. მათ ჰქონდათ ჩასაცმელი ტუნიკა, რომელიც ასევე მეწამული წითელი ფერისა იყო. აღჭურვილობა, მთლიანი ინვენტარი ერთიანად პირად ნივთებთან ერთად დაახლოებით იწონდა 45-50 კილოს. ეს არის გლადიუსი, დიახ, ასლი დამზადებული, რომაული მოკლე მახვილი, ფართოპირიანი და ორლესული. რაც თავარია, მას კარგად ფლობდა რომაელი ჯარისკაცი, იმიტომ რომ რომაულ არმიაში ვარჯიში იწყებოდა დილიდან და საღამომდე გრძელდებოდა. და როდესაც ეს ყველაფერი მორჩებოდა და ჯარისკაცი მზად იყო საბრძოლველად, მას უტარდებოდა საგანგებოდ სპეციალურ გამოჩნდაც კი. ამდენად მზად იყო ის საომარი მოქმედებებისთვის. მთელი აღჭურვილობა, რომელიც რომაულ არმიაში იყო, დაახლოებით იწონდა 55 კილოს და რაც თავარია, თითეული ჯარისკაცი აი ამ 55 კილოთი გადიოდა დაახლოებით 32 კილომეტრ მანძილს, დღის მანძილზე. ვა. ეგ ძალიან სერიოზული დატვირთვა ფიზიკური. რა თქმა უნდა, ასე რომ რომაულ ჯარში სამსახური არ იყო იოლი, თუმცა იყო პრივილეგირებული, ანუ ყველას არ შეეძლო არმიაში სამსახური, იმიტომ რომ როდესაც რომაელი ჯარისკაცი მორჩებოდა თავის სამსახურს, მას ეძლებოდა მიწები, იყო დაფასებული მოქალაქე რომის იმპერიაში და შეეძლო ყველანაირი ხელისუფლებაში იქნებოდა თუ სხვა სახის საკითხებში აქტიურად ჩართვა და მოქმედებდა მსოფლიო, ასე ვთქვათ, რომის პოლიტიკას ის ცვლიდა, ასე რომ ჯარისკაცის პროფესია მეტად დაფასებული იყო. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესია იყო რომის იმპერიაში. ეხლა, როდესაც ძირითადი ჯგუფი მივიდოდა და დაბანაკდებოდა სათანადო ადგილზე, მანამდე საინჟინრო ჯგუფს ევალებოდა ინფრასტრუქტურული საქმიანობის წარმოება და ბუნებრივია მას ამისათვის ჭირდებოდა შესაბამისი იარაღები. ესენი არის ზუსტად ასლები რომაული იარაღებისა, სხვადასხვა სახის სამშენებლო თუ სხვადასხვა მიზნით გამოყენებული თანამედროვე წალს რო ეძახით ბასკოვს. დიახ, დაახლოებით მსგავსი არის ესეც, რასაკვირველია, დასამუშავებლად არის ხისა და ბანაკების აგების დროს გამოიყენებოდა აქტიურად. აი ეს რისთვის შეიძლებოდა რომ გამოყენებულიყო? ეს არის ბარის და ასლი იმდროინდელი დაახლოებით რომ წინაპარი ასე რომ ვთქვათ, ლადა ისეთი არ არის. ეს რა თქმა უნდა ასლია დამზადებული და შესაბამისად გამოიყურება ეს. ესეც ხის დასამუშავებელი იარაღი გახლავთ, პატარა ასე ვთქვათ, ხელსაწყო. კი ბატონო. აი ნახეთ,
ეს არის პირველი ფენა, პირველი საუკუნე და შემდეგ აი ეს ტერიტორია არის იმდროინდელი ყაზარმები. შემდეგ მოდის უკვე მეორე ფენა, აი ეს გახლავთ ეს სვეტები, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს არის უკვე მეორე ფენა და შემდეგ უკვე მოდის უფრო ახლა ადრინდელი მესამე ფენა. ეს არის სადრენაჟო არხი და ზოგადად როგორ კეთდებოდა ძველად ყაზარმები. ყაზარმები აუცილებლად უნდა ყოფილიყო ახლოს ციხის კედელთან. არა მიბჯენილი, მაგრამ აუცილებლად ახლოს უნდა ყოფილიყო და აუცილებლად უნდა ჰქონოდა წყალმომარაგების სისტემა. აი ეს ჭები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ზუსტად გახლავთ ეს წყალმომარაგების სისტემა და ასეთი ჭა არის ამ ციხეში ძალიან ბევრი. აი აქაც ყაზარმის აი იქითაც არის ერთი ჭა და იქით არის კიდე დაკონსერვებული ჭა, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. აი ეს არის ზუსტად ის დაკონსერვებული ჭა, რომელზეც მე თქვენ გეუბნებოდით. სწორედ ამას იყენებდნენ წყალმომარაგებისთვის და ამას გარდა კიდევ აი თქვენ ხედავთ აქ უზარმაზარი წყლის რეზერვუარია, რომელიც მთლიანად აი ამ ყაზარმებს ამარაგებდა წყლით. საქმე იმაში იყო, რომ იმ ეპოქაში ბარბაროსული ტომები მეკობრეობდნენ, შემოდიოდნენ შავი ზღვიდან და თავს ესხმოდნენ რომაულ გარნიზონებს. უშუალოდ წერილობითი წყაროებით არ არის დადასტურებული, რომ კონკრეტულად გონიოს ციხეზე ისინი შემოსულიყვნენ, მაგრამ უფრო იქით ჩრდილოეთ კოლხეთით ეს წერილობითი წყაროები დადასტურებულია. გადავინაცვლოთ ახლა სხვა ტერიტორიებზე. სხვა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ წყალი. მის სიღრმეში ინახება გზები, დამალული არაწერილობითი რუკები, სადაც მეკობრეობა და ვაჭრობა ხელი-ხელ ჩაკიდებულნი დადიან. გონიოს ციხე კი ამ გზებს აკონტროლებდა. სწორედ აქ ეძებდა მტერი შესასვლელს და სწორედ აქ აშენდა ისიც. აკადემიკოსი უსპენსკი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ უძველეს დროში გონიო იცავდა ამ ადგილს ზღვის მეკობრეების თავდასხმებისგან. აი ნახეთ, როგორი გრანდიოზული კარიბჭეა და როგორ სერიოზულ ზღუდეს წარმოადგენდა მაშინ იმ ეპოქაში. ეს რა თქმა უნდა გახლავთ ასლი მეცნიერებმა წერილობით წყაროებზე დაყრდნობით აღადგინეს ამ ციხის აი ესეთი მასშტაბური კარიბჭე. აი ნახეთ, ეს არის რომაული წყალგაყვანილობის სისტემა და მე მინდა დააკვირდეთ მის კონსტრუქციას. რაოდენ მაღალ დონეზე იყო იმ დროს განვითარებული წყალგაყვანილობის სისტემა და ზოგადად არქიტექტურა. აი აქ თვალნათლივ ჩანს ძალიან კარგად ამ კონკრეტული პატარა მილის სტრუქტურა. ის უერთდებოდა შემდეგ აი ამას, აი ესე ამ ფორმით უერთდებოდა მილები ერთმანეთს და სადაც კეთდებოდა ესე ვთქვათ მოხვევა, აი ახლა აქ გვაქვს მთლიანად სწორი, ხო? მოხვევის მომენტში აი ასეთ მილს ხრელს გაუკეთებდნენ და ფაქტობრივად პრობლემა ამით გადაიჭრებოდა. აი ეს სტრუქტურა დღესაც აქ რომ ვთქვათ გავიყვანოთ წყალი იმუშავებს და სწორედ ეს მიუთითებს მათ მაღალ განვითარებულ ცივილიზაციაზე.
ანუ რომაელებმა კარგად იცოდნენ სტრატეგიული ადგილების შერჩევა, არა მარტო ციხეების ასაგებად, არამედ ნაგებობებიც ისე აქვს განაწილებული, რომ მიესადაგება მათ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ნაგებობებს და რატომ და ფუნქცია როგორი არის ახლა. აბანო იმიტომ არის აქ აგებული, ეს არის ციხის ცენტრალური მონაკვეთი და დღის ნებისმიერ დროს მზის სხივი ანათებს. ანუ მზე რო ამოვა აღმოსავლეთიდან სანამდე არ ჩავა ეს ადგილის ციხის სხვა მონაკვეთებისაგან განსხვავებით არის განათებული მზის სხივი. შესაბამისად თბილია. ამიტომაც მილების ერთი განშტოება მიემართება რასაკვირველი აბანოსაგან, იმდენად სტრატეგიული ადგილას არის აბანო, რომ მოგვიანებით, როდესაც უკვე ოსმალები მოდიან, აბანო დატოვეს, ოღონდ გადააკეთეს, რასაკვირველია და ეს ზედა ნაწილს როცა ვხედავთ, აი გუმბათისებრი გადახურვა რო აქვს, ეს უკვე ოსმალებმა დააშია. ქვედა ნაწილი არის რომაული და რომაული აბანო უნდა ვთქვათ, რომ ეს არ იყო აბანო მხოლოდ დასაბანის საშუალება. ეს იყო განსხვავებისა და დროის გაყვანის ერთ-ერთი საშუალება. ამიტომ აბანო შედგებოდა 4 განყოფილებისაგან. ეს იყო თბილი განყოფილება, ცხელი, გრილი და თბილი. და რა თქმა უნდა, მოსაცდელი ოთახი. ამიტომ ჯარისკაცი, როდესაც იმყოფებოდა ციხის ტერიტორიაზე, ბუნებრივია ის მთელ დღეს ატარებდა აბანოში. მისთვის ეს იყო გასვენების და განტვირთვის საშუალება. ხო, ამაზე საუკეთესო განტვირთვა. ხა მე კიდე ვიცი, რომ აი ეს მილები გამოიყენებოდა ფაქტობრივად მიწისქვეშა გათბობისთვის. კი, თითქმის ყველა აბანოს აქვს მსგავსი, კედლებში ჩატანებული არის მილები და შესაბამისად ცხელი ჰაერი აი ამ მილების საშუალებით კედლებში შედიოდა და აბანოს კედლებს ათბობდა. რა თქმა უნდა, იატაკქვეშა გათბობაც არის გამოყენებული. ასე მგონია, რომ ეხლა რომ ვთქვათ შევაერთოთ ეს წყალი ჩვეულებრივად გაივლის. ეს კრამიტები რო ავიღოთ და არქეოლოგები მას მოახერხებენ, ექსპედიცია დაწყებულია. ამ სახურავის ქვევით, ჩამოქცეული სახურავის ქვევით აუცილებლად იქნება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები შემორჩენილი. ბუნებრივია ისიც დაიმსხვრეოდა და ერთ-ერთი მე მგონი ვიპოვეთ აი აგერეს. კი ბატონო, აგერ ერთი ნაწილი ჭურჭლის, ოღონდ ჩვენ ფორმა ამ ჭურჭლის არ ვიცით, იმიტომ რომ კედლის ფრაგმენტია მარტო შემორჩენილი. თუ მივაგნებთ პირს ან ძირს, იმის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ ეს ქოთანი იყო, სასმისი იყო, ქვაბქოთანი იყო, მაგრამ ეს ერთ-ერთი ფრაგმენტი არის, ესეც რომაული პერიოდის არის, აგერ შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ, ეს ფენა რო ავიღოთ, კიდევ აგერ რაღაც არის, შეხედეთ, აი როგორია ეს ფრაგმენტულად და სამწუხაროდ შემორჩენილი. ზოგადად გონიოს დამახასიათებელია, ამიტომ რომ ჩვენთან ტენიანობა ძალიან მაღალია და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მონაპოვარი ლაბორატორიაში გადავიტანოთ, შევინახოთ, მაგრამ მაინც აგერ ეთყობა ჩვენს კრამიტებს, სწორედ ის შედეგი რომ თანდათანობით ზიანდება. თვითონ კრამიტებს ჯარისკაცები ამზადებდნენ, აქ საინჟინრო ნაწილებით შემოდიოდა, თუ რომელი ნაწილი ამზადებდა, ის იმ ნაწილის სახელს დაბღის სახით გამოხატავდნენ ამ სამშენებლო კერამიკაზე. და ჩვენ ძალიან ბევრი მსგავსი დამღები გვაქვს, კი ბატონო. ფაიუმში, ეგვიპტეში არის აღმოჩენილი პაპირუსი, სადაც ერთ-ერთი ვეტერანი წერს, რომ მერდროსო მსახურობდიო პონტოს აფსაროშიო კლაუდიუსის სახელობის მეორე კოჰორტაშიო. და ჩვენ რო გათხრებით დავიწყეთ ექსპედიცია 95 წლიდან 96 წელს აღმოჩნდა დამღიანი აგური წარწერით კოჰორს მეორე კლაუდიანა. ანუ ის რასაც წერდა წერილში არ იტყუებოდა. ანუ არქეოლოგებმა დაადასტურეს სინამდვილე ამ წერილის. ძველი კოლხეთი დიდხანს არ ეგუებოდა რომის მონათმფლობელურ მმართველობას. როცა ტრაპეზუნდში აჯანყება იწყება, ის ტალღად გადადის მთელ სანაპიროზე. ანტირომაული მუხტი აერთიანებს ქალაქებს, ბრძოლა იწყება თავისუფლებისთვის. რომაელებს რეგიონის საკონტროლოდ ციხესიმაგრეებში ჰყავდათ ჯარები. მეორე საუკუნის 30-იან წლებში უკვე ძალიან გაძლიერდა აღმოსავლურ ქართული სახელმწიფო იბერია, ფარსმან მეორე ქველი ჩვენთვის საამაყო მეფე უკვე სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს რომაელებს და პართელებს რეგიონში, ორივეს ერთად სხვათა შორის და არიანი ახსენებს, რომ აი ფარსმანის ქვეშემდომი ძიდრიწები ისე ცხოვრობდნენ ციხის
ახლოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ზუსტად აი დღევანდელი აჭარა-გურიის მოსახლეობის წინაპრები. ბუნებრივია აქაური მოსახლეობა არსად არ წასულა. ზოგი რა ქვია, ფიქრობს აი ეს იყო სრული სინამდვილეში არავითარი სრული შესვლა არ ყოფილა. ადგილობრივი მოსახლეობა მაშინ ჯერ კიდევ ქართული და ზანური ენები, ანუ აღმოსავლური ქართული უფრო ზუსტი ტერმინია და ზანური ჯგუფები უფრო ახლოს იყვნენ ვიდრე დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია, მათი დაშორება ენობრივი, სულ რამდენიმე საუკუნის წინ იყო დაწყებული განსხვავებით სვანურისგან, იმიტომ სვანური ასე და ჩვენთვის გაუგებარია და მეგრული მეტნაკლებად მაინც ქართულ აღმოსავლურ ქართულთან ახლოს დგას. აი შეიძლება ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამ შემოbrunებისა. ყოველ შემთხვევაში სხვა ასეთი სხვილი მეტოქებიდან შეიძლება გავიხსენოთ მესამე საუკუნე, ზუსტად ამ დროს უნდა მომხდარიყო ამ ციხის ასე ვთქვათ შემოbrunება ბჭყალებში, ვინაიდან მესამე საუკუნეში იყო რომაულ იმპერიაში სერიოზული კრიზისი და ბევრი გერმანული და სხვა მოდგმის ტომები ანადგურებდნენ ზღვისპირა დასახლებებსა თუ ციხესიმაგრეებს, ცნობილია ფაზისის, ტრაპიზონის, პიტიუნტის აოხრების შესახებ. გონიოზი არ გვაქვს ჩვენ ასეთი პირდაპირ ცნობები, თუმცა არქეოლოგიური გათხრების დროს დასტურდება რაღაც ხანძრისა და ნგრევის კვალი. ნეროს მეორეს ჰქონდა კიდევ აქ მიზანი სხვადასხვა არა მარტო კავკასიონის დაცვა, არამედ ინდოეთისკენ გალაშქრება. მოგეხსენებათ ალექსანდრე მაკედონელის ფაქტორი ძალიან დიდი იყო ანტიკურ სამყაროში და ნერონი როგორც ასეთი ეკოცენტრისტი ადამიანი, რაღაც არა მარტო არტისტულ რაღაც უნარჩვევების დაწაფებისკენ იყო მიდრეკილი, არამედ ალექსანდრე მაკედონელის კიბერობათა გამეორებებზეც ოცნებობდა და მოკლედ აქ ინდოეთის სალაშქრო პლატფორმს ამზადებდა. ნერონი როგორ მოგეხსენებათ 60-იან წლებში, უფრო 50-იან წლებიდან დაიწყო 60-იან წლებში გამოავლინა თავის თავი, ეს იყო რომის ასე ვთქვათ კრიზისის პირველი მერცხალი, შეიძლება ასე ითქვას, ადამიანი, რომელმაც ასე ვთქვათ ყველაფერი გადაეტანა ეკოცენტრიზმზე, ერთი ადამიანის მართლობაზე, ის თავს წარმოიდგენდა აი როგორც ვთქვათ ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრედ, ამ დროს განსაკუთრებით მეორე საუკუნეში, პირველ საუკუნეში, მაგრამ განსაკუთრებით მეორე საუკუნეში საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა, ისინი აკონტროლებდნენ არმენის ტახტს კი რამდენიმე წელიწადი და ებრძოდნენ პარტიას და რომსაც ებრძოდნენ, ასე ვთქვათ. შემდეგ თვითონ ადგილობრივი აი ვინც ვახსენე ლაზები, აი კოლხების მემკვიდრები, ისინიც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, განსაკუთრებით აი მესამე საუკუნიდან და სწორედ შეიძლება ამ ლაზურ საფრთხეს უკავშირდებოდეს ის, რომ მომდევნო ხანაში უკვე ბიზანტიელებმა, რომლებიც მე-6 საუკუნეში დაბრუნდნენ რეგიონში, იგივე რომაელები არიან, უბრალოდ აღმოსავლელი რომაელები, თავარი ცენტრი აფსოროსიდან გადაეტანეს პეტრაციხიზირში. იმიტომ რომ ახლოს ყოფილიყვნენ ფაზისთან და ლაზური სახელმწიფოს ცენტრთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. აქ მეორე ხარისხოვანი ციხე რომ იყო, ამას არა მარტო წყაროები ადასტურებს მათი სიმწირე, არამედ არქეოლოგიური მასალაც. ვერც კი შევადარებ რომაულ და ბიზანტიურ მასალას, იმდენად იმხელა დიდი განსხვავება. იმპერიის მანქანა ზუსტად მუშაობდა. გონიო ანუ აფსარი ამ სისტემის ჩრდილოეთ ღერძზე იყო. გალავნის მიღმა ბიბლიოთეკები, სამთავრობო შენობები, კაპიტოლიუმი. რამოდენიმე ამფორის გამოსაწვავი ქურა არის ციხის ტერიტორიაზე ნაპოვნი. როგორც ჩანს, გარნიზონი ამზადებდა სახელდახელოდ კიდევ ხას გავუსვამ ამას ამფორებს და ეს ამფორები არის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტარა, ეგრეთ თიხის ჭურჭელი, დიახ. და როგორც ჩანს, არა მარტო ადგილობრივი დანიშნულებისთვის იყო ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ამარაგებდა სხვა გარნიზონებსაც. ესე ვთქვათ ექსპორტზეც გადიოდა, ხო? დღევანდელი ანატოლიაში, თურქეთის ტერიტორიაზე მდგარ გარნიზონებს მიაწვდიდნენ ხოლმე. ესე იგი ასე შორს მიდიოდა. კი ბატონო, იმიტომ რომ არის აქ ბევრი ისეთი ჩვენთან აღმოჩენილი მასალები, ეგეოსის ზღვის ანაპიროდან არის აი ჭრაკი რო ვნახეთ, ის სწორედ სადღაც ეგვიპტე, ეთიოპიის საზღვარზე მზადდებოდა მსგავსი ტიპის ჭრაკები. აი კატაპულტების ვხედავთ ჩვენ აქ და ეს არის ასლები რომაული საბრძოლო მანქანებისა, ზოგადად ყველას ერთდროულად ქვია კატაპულტა, თუმცა ფუნქცია დანიშნულებით განსხვავდება, რა საკვირველია. ეს არის შუბების, ანუ პილუმების სასროლი ხელსაწყო, რომელიც საკმაოდ მძავლი იარაღი გახდათ. აქ გვაქვს ასევე
მშვილდების სასროლი ხელსაწყო, ესეც ამასაც კატაპულტა ქვია და ესეც კატაპულტა, ოღონდ ეს ისვრის რგვალ ბირთვებს, ანუ ეს არის ბალისტა, ასე რომ ანუ ვთქვა. ფაქტობრივად დასანგრევი, დიახ. ციხეების დასანგრევი. ციხეების დასანგრევი. ეხლა წერილობითი წყაროების მიხედვით ჩვენ არ ვიცით გონიოში იდგა თუ არა სამხედრო მანქანები, თუმცა ვიცით რომ მაგალითად ფლავიუს არიანე კაბადოკის მმართველი, როდესაც მოგზაურობდა ჩვენს ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და მან შემდგომში შეადგინა წერილი და გაუგზავნა იმპერატორ ადრიანეს, ის ამბობს რომ ფაზისში, ანუ თანამედროვე ფოთში განლაგებულ რომაულ არმიას ჰქონდა საბრძოლო მანქანებიც. ეს მიწა მხოლოდ ციხესიმაგრე კი არა, ცივილიზაციის აკვანი იყო. აქ აღმოჩნდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველმა ქართულმა სახელმწიფოებმა, დიაოხმა და კოლხეთის სამეფომ აქ მოიკიდეს ფეხი. ძველი წელთა აღრიცხვით მე-13 საუკუნიდან აქ უკვე ჩამოყალიბებული იყო სახელმწიფოებრივი წესრიგი. მეორე საუკუნეში ეს იყო კარგად გამაგრებული სამხედრო ქალაქი, აბანოებით, ყაზარმებით, წყალგაყვანილობითა და კანალიზაციით. გონიო იყო რომის იმპერიის ერთ-ერთი გამართული ფორპოსტი შავი ზღვის სანაპიროზე. საუკუნეების შემდეგ ბიზანტიელები, გენუელები და სხვა დიდი ძალები კვლავ ინტერესდებოდნენ ამ ადგილით. შემდეგ უბრალოდ გვაქვს ცნობები მაგ რაღაც ევროპელმა მეცნიერებმა წაიღეს ძალიან კარგად შესრულებული კარები, ესე ძალიან საინტერესო ცნობები საწაიღეს როგორც არ ვიცი და უკვე მეორე მსოფლიო ომის წინ აქ იყო გარნიზონი და ძალიან არა, მაგრამ შიგადაშიგ დააზიანეს აქ კოშკები, იმიტომ რომ აქ ბატარეები იყო განლაგებული და ბოლო დრომდე სამხედრო, ასე ვთქვათ, ქვემეხების ნაშთებიც კი იყო შემორჩენილი, რომელიც შემდეგ გაიზიდა 1974 წლის დიდი აღმოჩენა შეიძლება ასე ვთქვათ, ოქროს განძის შემთხვევით, აი იქ სადაც ჩანს, აი ის სწორედ ის ურთიერთობები ადგილობრივსა და მოსულ კულტურებს შორის გვაქვს, ასე ვთქვათ, ანტიკური ოქრომჭედლობის ნიმუშები, გვაქვს ადგილობრივი და გვაქვს აღმოსავლურიც. ეს ძალიან საინტერესოა ჩვენი კონტექსტიდან გამომდინარე. ბატონო კახა, ახლა ვიზუალზე დიდად მიხვედრა არ ჭირდება, რომ ჩვენ ვიმყოფებით ამფითეატრის რეკონსტრუქციაში. დიახ, რომაელებს ძალიან უყვარდათ გართობა და სანახაობა, პური და სანახაობა, როგორც მაშინ იტყოდნენ, ამიტომაც პოპულარობით სარგებლობდა სხვადასხვა თამაშები. განსაკუთრებით ცნობილია და პოპულარული, რა თქმა უნდა, გლადიატორთა ორთაბრძოლა. იმართებოდა ხო აქაც? აქ წერილობითი წყაროების მიხედვით არ ჩანს თუ იმართებოდა, მაგრამ აქ ვიცით რომ ჰიპოდრომი ნამდვილად არსებობდა და ცხენოსანთა შეჯიბრება, რა თქმა უნდა, პოპულარული იყო, ერთ-ერთი თამაშობა, რომელიც დაფიქსირებულია და ნამდვილად ვიცით. ასე თეატრი რო ქონდა და თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა, ესეც ნამდვილად ვიცით. ვა, რა საინტერესო გარემოა. აქ არის წარმოდგენილი გონიო აფსაროსის ციხის ისტორიასთან დაკავშირებული ყველა პერიოდის მასალები უკვლევრი. ცნობილი არის, რომ გონიოს ციხის შესწავლით პირველად დაინტერესდა ჰაინრიხ შლიმანი, პიროვნება, რომელმაც აღმოაჩინა ლეგენდარული ტრო. და მისი დაინტერესების მიზანი იყო, რომ გაერკვია ის დეტალები არგონავტების მითთან დაკავშირებით, რომელიც აფსაროსთან იყო კავშირში. ვიცით, რომ ლეგენდის თანახმად უძველესი სახელწოდება აფსაროსი უკავშირდება მედიას ძმას აფსირტეს. ამიტომაც ამის გარკვევა უნდოდა შლიმანს, თუმცა სამწუხაროდ მაშინ ვერ მოახერხა მისი შესწავლა, იმიტომ რომ რუსეთის საიმპერატორო კარმა ამის უფლება არ მისცა. აი ამ კარადაში წარმოდგენილია ზუსტად ამ პერიოდის, ანუ გვიანბრინჯაო, ადრერკინის ხანის პერიოდის კოლხურ კულტურასთან დაკავშირებული მასალები, რომელიც გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ნაპოვნი. ეს არის კულტურა, რომელიც გავრცელებული იყო მთელს დასავლეთ საქართველოში და არა მარტო დასავლეთ საქართველოში, თანამედროვე იმერეთის ტერიტორიიდან დაწყებული ქალაქ ორდუმდე. ეს არეალი შედიოდა კოლხური კულტურის
ცივილიზაციის სივრცეში. აი არგონავტების მითიც სწორედ აი ამ კულტურასთან არის კავშირში. მოგვიანო პერიოდში, როდესაც რკინა შემოდის უკვე ფართო ხმარებაში, ბუნებრივია ბრინჯაოს ცული კარგავს თავის ფუნქციას, უფრო სარიტუალო დანიშნულების, ანუ საკულტო დანიშნულების ხდება და ამიტომ მასზე ჩდება ორნამენტი. წისქვილის ქვებია. დიახ, ეს რომაული პერიოდის არის უკვე ხელწისქვილები, რა თქმა უნდა, ხელწისქვილების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ აქაც მეწათმოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი. რომელი კულტურების დაფქვევა ხდებოდა ციხეში? ეხლა საქმე იმაში გახდათ, რომ აი, როდესაც გონიოს ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები, ციხის დასავლეთ კედელთან ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა მარცვლეულის ნაშთები და პალინოლოგებმა მოახდინეს მათი რეკონსტრუქცია და აღმოჩნდა 39-მდე სახეობის მარცვლეულის. მათ შორის ხო არ იყო მახაზანდურის? კი, ეგეც გვაქვს და სხვა კულტურული ჯიშები მათ შორის. რკინა გამოიყენებოდა არა მარტო ადგილობრივი მოხმარებისთვის, ის იყო საექსპორტო საგანიც. ანუ შეიძლება ითქვას, რომ იმ დროინდელ ცივილიზაციას ქართველური ტომები ამარაგებდნენ რკინით. მოგეხსენებათ, რომში არ არსებობდა ერთღმერთიანობა, მრავალღმერთიანობა იყო და ყველა რეგიონს ჰყავდა თავისი დამახასიათებელი ღვთაება. აი ეს არის კულტი, რომელიც რომაელებმა გადმოიტანეს ეგვიპტისაგან, ეს არის სერაპისის კულტი, ეგვიპტური ღვთაება. უბრალოდ ელინისტურ პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა და ელინისტურიდან უკვე რომაულ პერიოდში შევიდა როგორც ჯარისკაცთა მფარველი ღვთაება. განსაკუთრებით საინტერესოა ეს პატარა კულტები, ეს არის იუპიტერ დოლოხენიუსის კულტი. დოლიქედან, ანუ სირიის ტერიტორიიდან გავრცელდა, აი ხედავთ, ირემზე ზის არწივი, ან ცხვარზე ზის არწივი. ანუ ორივე იუპიტერ დოლოქენისთან ასოცირდება, მისი სიმბოლო არის, ეს იყო უპირველესი ღვთაება იუპიტერი, ეს იყო ზევსი რომაულ სამყაროში და რა თქმა უნდა, უპირატეს ღვთაებად ითვლებოდა, განსაკუთრებით პოპულარული ხდება მეორე-მესამე საუკუნეებში. აი ეს არის ზუსტად ის მარცვლეულის ნაშთები, ჩვენ რომელზეც საუბრობდით, წარმოდგენილი არის. ეს ახლა რაც არის იმიტაცია თუ ორიგინალური? ეს ორიგინალია, რა თქმა უნდა, ნაწილი შენახულია ფონდებში, სათანადოდ, მაგრამ ნაწილი გამოფენილი არის, რომ კარგად შემოუნახავს თავი. ესეც მეორე-მესამე საუკუნეების რომაული მონეტები. ეს რომაულია ყველა? დიახ. კოლხური ხო არ გვაქვს შემდგომ? კოლხური არ გვაქვს. აქ არის რომაული მასალები, აი მეორე-მესამე საუკუნეების განძის სახით რო არის დაფონდებული. ნუ თუ მონეტები არ იყო ამ ტერიტორიაზე. არა, როგორ არა, მონეტები აქეთ აგვაქვს გამოფენილი, ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არის თითქმის ყველა იმპერატორის დროინდელი მონეტა და წარმოდგენილი არის არა მარტო რომაული მონეტები, აი ამ კარადაში ხედავთ ბიზანტიურ მონეტებსაც, ხედავთ ევროპულ მონეტებსაც, აი განსაკუთრებით პოლონური მონეტები და სხვები, ანუ ეს არის მთელი ის სამონეტო ცივილიზაცია, რომელიც კავშირშია გონიოს ციხის. ბეჭედიც მათ შორის. ბეჭედიც, დიახ, მათ შორის ესეც რომაული პერიოდის არის. და აი მივადექით ამ ძალიან საინტერესო ჭრაკს, რომელზეც ვსაუბრობდით. დიახ, ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ბოლო მონაპოვარი, ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეებით დათარიღებული ჭრაკი, რომელზეც გამოსახულია აფრიკელი მამაკაცის, ანუ ნუბიელის თავის გამოსახულება. ეს რომაულია. რომაულია, მაგრამ ეს იმდენად მაღალმხატვრული ნიმუშია, ბუნებრივია, ეს არ არის რიგითი ჯარისკაცისთვის განკუთვნილი ჭრაკი. იმიტომ რომ ძალიან მაღალმხატვრულად არის დამუშავებული და შედარებით ძვირიღი და თიხის ჭრაკებთან შედარებით იმ დროს რასაკვირველია. შესაბამისად, მაღალი საზოგადოების საკუთრება გახდათ ეს ჭრაკი. ხელოვნების ნიმუშია ჩვეულებრივი. თითქმის მთლიანად არის დაცული, ამიტომაც საინტერესო მონაპოვარია ჩვენი არქეოლოგიური ექსპედიციისთვის. გონიოს ციხე მე-12 საუკუნის შემდგომ დროინდელი სახელწოდებაა. მე-13 საუკუნიდან გონია გურიის საზღვარში შედიოდა როგორც ადმინისტრაციულად, ასევე ეკლესიურად. გონიას საზღვრებიდან იწყება ანჩის საეპისკოპოსო. 1547 წელს ჭანეთი გონიითურთ ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. გურიელთა ბრძოლას გონია ჭანეთის გამოხსნისთვის შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალებმა გონიო გაამაგრეს და ის გურიის სამთავროზე თავდასხმების პლაცდარმად აქციეს. 1617-1618 წლებში სულთანმა გონიო სარჩოდ მისცა თეიმურაზ პირველს. 1640 წელს ციხე აიღეს დონის კაზაკებმა, მაგრამ 1 წლის შემდეგ ის ოსმალებმა უკან წაართვეს კაზაკებს. 1672-73 წლებში გონიოში იმყოფებოდა ჟან შარდენი. ამ დროს გონიოში იდგა იანიჩართა მცირე გარნიზონი და 2 ზარბაზანი. მე-17 საუკუნის მიწურულს
გონიო თავდგირიძეების გამაჰმადიანებული შტოს ხელში იყო.